მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვატო ღვინჯილია, თქვენ ახლა იმყოფებით ჩემს YouTube არხზე. დღეს სტუმრად გვყავს ჩვენი მეგობარი და ერთადერთი და განუმეორებელი ლაშა კუპრაშვილი. როგორ ახარ ლაშა? მადლობა, კარგად, მადლობა, მიხარია რომ შენთან ერთად ვარ. დღეს ამ ყველაფერს ვაკეთებ, იმედია რომ საინტერესო იქნება შენთვისაც, შენი მაყურებლებისთვისაც და ჩვენ ორისთვისაც რაღაც ისეთ სასიამოვნო, არ ვიცი, ერთ საათს თუ ცოტა მეც გავატარებთ. საუბარი გვისაუბრია, მაგრამ ეხაც ალბათ კარგად მოვკალათდეთ მეგობრებო, დავიჯერეთ, იმიტომ რომ MMA-ზე ღრმა საუბრები გვექნება. მოემართება მერაბ თვალიშვილი გალიისკენ, ქართველი ჩემპიონი. ჩემპიონ მერაბ თვალიშვილს, ელიტ სიგილიოს. ანუ სანამ MMA-ზე გადავალ, კუპრაზე მოკლედ რო გითხრათ, ჯერ საქართველოს ნაკრების ფოტოგრაფი იყო ძალიან დიდი ხანი. კვარა სურათები რაც გვაქვს და ნახი ბატონი. ნუ ყველაფერი ჩემი არა, ბევრი რაღაც. არა, მაგრამ უბრალოდ უნდა ვთქვა, ხო და ეხლაც ნუ ეროვნული ნაკრების რა ყველასი ბიჭების ხა. ნაკრების გარდა იქეთ სულ ვცდილობდი ხოლმე რომ კლუბშიც რაღაც გადამეღო ჩავსულიყავი და იყო მაგის შესაძლებლობა და ჭების დახმარებით ვერჩი დგომით რომ რაღაც აკრედიტაციას უპრობლემაა, იმიტომ რომ მაინც ხავ სხვა ქვეყნიდან რომ ჩადიხარ, თულეს წარმოადგენს და ყოველთვის ეს მათი ვერჩი დგომა იყო და რაღაცებს ვახერხები ხოლმე საინტერესო. მშვენიერი, კი, მშვენიერი. ფეხბურთი იყო მოკლედ ესეთი დამტმელი ძალა, შენ რითიც დაიწყე, რაც ესეთი ჩანდა თავიდან. თავარი ეგ იყო, რა ნუ მანამდე იყო მსოფლიო სპორტი, ესეთი ყველასთვის საყვარელი და ალბათ ძალიან ბევრი იღებდა იქედან ინფორმაციებს ყველა სპორტის სახეობებზე. მაშინ იქ მიმიყვანა ბადრი კეთილაძემ, ჩვენი ყველასი, ვინც კი დღეს საქართველოში სპორტული ფოტოგრაფია, ყველათან რაღაც სრული მიუძღვის ბადრის და ბადრი მიმიყვანა იქ, სამწუხაროდ ბადრი გარდაცვლილია ეხლა და ვეღარ აკეთებს ამ დიდ ინვესტიციას, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მისი დამსახურებაა ძალიან ბევრი ადამიანის, მოკლედ ვინც სპორტშია და მათ შორის ჩემიც. იყო ხო ეს ბადრის სახმარებით იყო ეს ყველაფერი და მე ნელ-ნელა რაღაც სხვადასხვა პროექტები, სხვადასხვა რაღაცები მე უკვე ეროვნული ნაკრები იყო, ეროვნული ნაკრების მე რა თქმა უნდა იქ მიღებული გამოცდილება, იქაური ეს ბევრ გზას ხსნის, ბევრ საშუალებას იძლევა და ამის მერე უკვე გაჩნდა სხვადასხვა რაღაცები, რამაც ნუ მომცა საშუალება, რომ მე უკვე ოლიმპიადები იყო, მსოფლიო ჩემპიონატები, ევროპის ჩემპიონატები, როგორც საკალათბურთო, ისე საფეხბურთო. და იმ მოხვედი, სადაც იქ ჩვენ გავიცანით ერთმანეთი, ანუ იმ მომენტამდეც რომ ხო, მანდაც ესე ძალიან დიდ ამბავში მომიწია ესე პირდაპირ მოხვედრა. ხაზი უნდა გავუსვათ რა, ეხლა მე და კუპრა ერთმანეთი გავიცანით, როდესაც ილია ვოლკანოვსკის ეჩხუბებოდა კამარზე და მერავი იბრძოდა ჰენრი სეჰუდოსთან რა, ერთ ქარზე იყო. მანამდე შევხვდით ვარ ჩვენ შეხვედრილები ერთმანეთს, მერაბი რო სტუმრობდა დინამო თბილის. ხო, უბრალოდ ესე ანუ შენ მერაბისთან ერთად როგორც მერაბის თიმი, ისე იყო იმასული და მეგობარი. ხელიარ ჩამოგვირთმევია მე მგონი ერთმანეთს. ხო, შევხვდით იქ, შევხვდით. ხო რა. ესე პირადად არ ვიცნობდით უბრალოდ რაღაც ერთ ლოკაციაზე. ისე ფეხბურთმა შეგვახვედრა მაინც ერთმანეთს. ფეხბურთი MMA უნდა გავაერთიანოთ ეხლა რა. მოკლედ ესეთ მაგარ ამბავში გავიცანით ერთმანეთი და მაგის მერე, რა ვიცი, რამდენი წელი გავიდა? 4 წელი გავიდა დაახლოებით. ნუ ჩვენც მეგობრობს და ძალიან ბევრი ისტორია გადაგხვდა თავს ერთად, ანუ MMA-შიც და ბევრი საჩემპიონო სელფი გვაქვს მას მერე. კი, ეს ტრადიცია თქონდა რომ ძოლების მერე სულ იქ უკან კულისებში ხვდებოდით და მე და კუპრა ჩავსელფავდით ხოლმე. გავაგრძელებთ აუცილებლად ამ ტრადიციას, მაგის პირობას გაძლევთ და გვინდოდა რომ რაღაცებზე გვესაუბრა რა, ესე თქვენთან მეც მქონდა რაღაც კითხვები კუპრასთან და ასე შემდეგ და სხვათა შორის ეხა მოდიხარ მედია დღეზე იყავი კონორ მაკგრეგორის და მთელი დღე თავს ვიკავებდი რომ ეხა იოსიში რომ მიგანადგურე არ გეკითხებოდი არაფერს. ანუ რა ხდებოდა, მაგრად მაინტერესებს როგორი სიტუაცია იყო კუპრა თითქმის აი ყველა მედია დღეზე ჩვენთან ერთად ცალკეც ყველგან ყოფილა და თითქმის კულისებშიც UFC-ში და იცის რა, ეხა განსხვავებას წესით კარგად მოგვიყვება. ერთადერთი ის იყო ეხა რომ გამომდინარე იქედან რომ არ იყო ეს აპექსი ან რაღაც გავს, იმიტომ რომ იქ რაღაც რეკონსტრუქციები აქვს. ძალიან ეს შეზღუდული იყო და ეს მედია დღე მხოლოდ იმით შემოიფარგლა რომ მებრძოლები მოდიოდნენ საერთო სივრცეში და კითხვა-პასუხის რეჟიმი იყო და სულ იქ რო არის ხოლმე ეს რაღაც სხვადასხვა საშუალებები, იგივე ერთ-ერთზე ინტერვიუ, რაღაც მსგავსი რაღაცები, გამოცდილება და მაგის საშუალება არაფერს არ ყოფილა და ესე
შეხვედრის, არა, ეგეთი რამე არ ყოფილა ერთად. მე მეგონა ყოფილდი რომ ეს ყველაფერი ხდებოდა. არა, არ იყო სამწუხაროდ ეს ერთად, მაშინ რა ქვია, T-Mobile Square-ზე აქვს ტენტი გაკეთებული. არავი ასე ვთქვათ, მედია კარავი და ამ კარავში იყო საუბარი მხოლოდ კითხვა-პასუხის, ну რა თქმა უნდა, ყველა კონორს ელოდებოდა და ყველა მისკენ იყო მიმართული, სხვათა შორის ყველა საუბრობდა, რომ სადაც შუაში იყო ესე. ჩანიშნდა და ყველა იძახდა, რომ ბოლო მოვა დააგვიანებს რაღაცა, ну რა თქმა უნდა. ეგრეთ დააგვიანა, ხო? მე მგონი ბოლო არ იყო რაღაც იყო კიდე რაღაც კონორს შეუძლია. მაგრამ ხო, აი რომ შემოვიდა უკვე სიტუაცია საერთოდ სხვა იყო, ჩვენამ მედია წარმომადგენლების მხრიდანაც და თავისი ეს რაღაც განსაკუთრებული აურა რომ იგზნობოდა ეს, ანუ ხო, ეგ მაინტერესებს. რო შემოდის ეგრევე, ну შეიძლება ესე დამოკიდებულებიდან არის, არ ვიცი რა როგორანაირად, მაგრამ ну არიან ესე მებრძოლები, ვისაც და ზოგადად სპორტსმენებიც ალბათ არა მარტო მებრძოლები, ვისაც რაღაც განსაკუთრებული აურა დაყვება და ну ეგეთი აქამდე ესე განსაკუთრებული მით მიწყდა და მაინც ილია იყო რა, იმიტომ რომ რაღაც სხვა იმით არის და ეს ну კონორი იყო. იგივე სიტყვა-პასუხში, იგივე ურთიერთობაში მედიასთან რაღაც თავრებდა ვინც არის მედია მენეჯერი და მან ვიღაცებს უთხრა რომ მიდით მკითხეთ და რაღაც და თავის გემოზე როგორც უნდა და ანუ ჯიგარია ხო? ხო და თან ხა რამდენად ზოგადად ვინმეს მისცემენ საშუალებას, არ ვიცი თავისი რაღაც ახალი ენერგეტიკული სასმელებით იყო მოსული და პრეზენტაცია გააკეთა და ხო რაღაც უცნაური იყო ეგეც იმიტომ რომ ხო ეგ სურათებში რაც ნახე ეგ იყო ეხა გასაგები ძალიან გამიკვირდა მაგის საშუალება რომ ხო ხა არ ვიცი შეთანხმებული იყო თუ არ იყო, მაგრამ რაღაც თავის თიმში ვიღაც უთხრა რომ მომაწოდეთ ეხა და რაღაც ეს ამი რა საინტერესო ის დადო და რა მე მგონი ჯერ არც არის პირველი მან თქონდა, იმიტომ მე რაღაც დამაინტერესდა რომ დავსერჩე 12-ში არის ოფიციალური წარდგენა რა თვითონ ამის. ამ წარმოვიდგინე კუპრა კონორი ჰოლოვეის ბრძოლაზე იქნები ფოტოგრაფია, ანუ ოქტაგონ, ანუ ჩემი აზრით იგივე ანუ რესპექტულარი ჩემი მხრიდან რა ხო ხდები ძალიან ჩემი მხრიდან კი რა საერთოდ მომიწია რა მუშაობა და ძალიან სერიოზული გამოცდილება დამიგროვდა მაგ ხივაც და ძალიან განსხვავდება შორის ხა ერთია, როდესაც ამ ყველაფერს და ზოგადად ამ სპორტს გარედან ხედავ და გარედან უყურებ და იგივე თუნდაც დიდი ხნის გულშემატკივრებიც რო აიღო, ვინც ძალიან ჩახედულები არიან და იციან რაღაცები, მაინც შიგნით ნანახი ეს სპორტი საერთოდ სხვა რაღაცის კი წონის კლება ახლა ექსიტულეების და იმეების გარდა მაინც ნანახი გაქვს ყველაფერი არის ალბათ ადამიანების კატეგორია, ვინცაც ის თუნდაც ის დამოკიდებულება აქვს, რომ აი როგორ უყურებ რა რაღაც ერთმანეთს, როგორ ცემენ ვიღაცები და რაღაც და შეიძლება სადღაცას თავიდან ოდესღაც მეც ეგ განწყობა მქონდა, მაგრამ ეს უკვე შიდა სამზარეულოს რო ნახულობ, ნუ სპორტსმენები არიან რა, სხვა არ არის რა ეს რაღაც ჩაგვრა ერთმანეთის თუ ცემა თუ ტყეპა თუ რაღაც როგორც ვიღაცების აქვს, არ ვიცი, სპორტია ჩვეულებრივი სპორტსმენები არიან, ძალიან დიდ შრომას დებენ, ძალიან მაგარ რაღაცებს აკეთებენ, ძალიან დიდი რესპექტი აქვს ერთმანეთის და არ არის აქ ცემატყეპაზე მართლა საქმე, უფრო სხვა რაღაცებს ეხება, უფრო აი მებრძოლები არიან და თავის საქმეს აკეთებენ ძალიან მაგრად, ანუ დრომატევადი პროცესია ეს ყველაფერი და თვითონ იგივე მარტო იმას ვსაუბრობ რომ დავანებოთ ის წონის კლება სიგიჟე და წარმოუდგენელი რაღაცაა ჩემი აზრით ხარ რაც მინახავს ესე და რას გადიან და როგორ გადიან და რა ემოციური წნეხია ეს არ არის რაღაც ფიზიკური ემოციური წნეხია ჩემი აზრით უფრო მეტად ვიდრე ფიზიკური რა. შენ ახლა ბრძოლის კვირაშიც ნანახი ყავარ და ბრძოლის კვირის მერეც და როგორ შეაფასებდი? ხო, მაგას ვიძახი იგივე ყველაფერი შენზე მაგდოზით რო გადმოდის ახლა იგ ემოციური ფონი, მაგას ვიძახი ფსიქოლოგიური, მენტალური, სრული მზაობა გჭირდება მაგ ყველაფრისთვის, რომ ეგზა გაიარო და არ არის ის, რომ ახლა მე რაღაც ფიზიკურად ძლიერი ვარ და გავივლი ამ გზას, არა. სხვა რაღაცებია, სხვა მოცემულობა დგას. სხვა სპორტის სახეობაშიც არის ხა ბევრად წონის ჩაბარება უწევთ მებრძოლებს და მოჭიდავეები იქნებიან თუ ძივდო იქნებათ იქნება, მაგრამ ეგეთი სტრესის ქვეშ არ მგონია რომ მაინც იყვნენ რა. იცი რა მინდა ვთქვა, ეხლა შენ რო თქვი რომ ან მებრძოლები არიან და ერთმანეთს სემენ პატივს და ასე შემდეგ რა. ეხლა ჩემთვის კონორი და ჰოლოვეი რო ჩხუბობენ მეორეჯერ, სიმართლე გითხრა, ანუ საერთოდ არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ანუ ვინ მოიგებს, ანუ კი მინდა კონორმა რომ მოიგოს, მაგრამ თვითონ ფაქტი რომ ორი ესეთი
ესეთი ლეგენდარული მებრძოლი რო იბრძვის და კონორიც რო დაბრუნდა ამდენი წლის მერე, ანუ თვითონ ეს სანახაობა, ანუ რამდენად მაგარია რა, ხო ხვდები რა. ანუ ამის თქმა მინდა უბრალოდ და ეგ დანარჩენი უკვე რაც ხდება, ანუ შოუს ნაწილიც არის რა თქმა უნდა, რომ ეს. ხო, მაგრამ ნუ მე მაქსი ძალიან მევასება, ძალიან მომწონს ესე პიროვნულადაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, რაც მინახავს და რაც ჩანს ახლა მისინდა, მაგრამ კონორის მოგება უფრო იმიტომ მინდა, რომ ერთჯერადი არ იყოს რა მისი დაბრუნება და რაღაც შოუ არ იყოს როგორც და რაღაც გაგრძელდეს და თუნდაც სხვა საინტერესო ბრძოლები შედგეს რა, რომელიც ეგ უფრო ხიბლავს რომ ეგ პროცესი ეგრე წავიდეს, ვიდრე ის რომ ყველაზე ერთჯერადად ესე რაღაც არ ვიცი შეიძლება დამარცხდეს და მაინც ჩაატაროს რაღაც ბრძოლები, მაგრამ მგონია რომ მაინც უფრო სულ ექნება ჰაიპი და ინტერესი, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში უფრო სხვანაირი გაგრძელება ექნება ამ ყველაფერს რა და თვითონ კონორისთვისაც რა მაგარი იქნება და საერთოდ გაგიზდება ეხა ამ ბრძოლაში რომ გაიმარჯვოს. იგეთი კამბექი ძალიან სიგიჟე იქნება რა კონორისა გამარჯვება. ნუ თან შეიძლება სადღაცაც დაბრუნდე, ხა ყოფილა სპორტის სახეობებში ძალიან ბევრი დაბრუნება, ცოტა დაბალ ლიგებში ასე ვთქვათ, დაბალ დონეზე და ამ დონეზე დაბრუნება ეხა მოქმედ ტიპთან, რომელიც ნახოთ, საინტერესოა, მაინც ბრძოლა არის და ხო ვიცი, ვერ გაიგებ რა მოხდება ესე წინასწარ. განვლილ დროს რო გადავხედოთ ეხა რაც მოხდა ჩემპიონები როგორ შეიცვალა, ანუ ვერ გაიგებ რა, ანუ ესეთი რაღაცა არის. კონკრეტულად ვინ როგორ არის ახლა ამ ყველაფრისთვის, ვიდრე მიუხედავად იმის, რომ ახლა 5 წელზე მეტია ხო თითქმის რაც აღარ არის. ჩემი აზრით იმართლა რომ ვთქვა, ორი აზრი არსებობს იმაში, რომ პირველ რიგში ეს ძალიან დიდი ბიზნესია და ამ ყველაფრით ძალიან დიდი ფული კეთდება რა. ანუ იოსისთვისაც, ამ მებრძოლებისთვისაც და ანუ ეს არის მთავარი რა მაგათთვის და ეს უკვე ამ შემთხვევაში ვამბობ რა, ეს უკვე სხვა დანარჩენი შოუ იქნება რა, ესე ვთქვათ. ანუ შოუში იმას გულისხმობ, რომ ამე დადგმული კი არა, უბრალოდ კარგი სანახაო, ყველას გვესიამოვნება, გაგვისწორდება ახლა კონორის და ჰოლოვეის ბრძოლის ნახვა, როგორიც შენ არ იყავი მანდ MVP-ის ბრძოლები რო ჩატარდა კალიფორნიაში, ნეით დიაზმა რო იჩხუბა რა. მაგარი იყო, ძალიან მაგარი სანახაობა იყო, ხო ხტები. კი წააგო, მაგრამ მაგრად გაასურა ბრძოლის ყურებამ და საერთოდ იქ აურამ დიაზი რო გამოდიოდა და აი მაგ ყველაფერმა და მე აქ ეკლებზე ვჟივარ, ბილეთი არ მაქვს ჩემი. აუ ძალიან იმენა გული მწყდება, მაგრამ რა ვქნა, რა უშავს. ამ სპორტს კიდე განსაკუთრებული ჩემი აზრით ეგ აქვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საყურებლად ესე და დასანახად რაღაცეების ეკრანზე უფრო კაი და მარტივია, ასე ვთქვათ, უფრო ჩანს რაღაცები ესე. დარბაზში იქ მაგ ყველაფრის ნახვა, თუნდაც რომ რაღაც ძალიან ზემოთ იჯდე და ზემოდან ადევნებდე თვალს იმ ყველაფრის შეგრძნება, რაც იქ ხდება და რაც ტრიალებს და რა ემოციებიც აქვს. ხო. კიდე სხვა ამბავია რა. არა ის რომ სადღაცას ესწრები და რა მაგარია რომ ეს არა, ნუ თვითონ სხვა რაღაც არის რა. სხვა ემოციური. იცი რა მაინტერესებს, აი შენ როგორ გრძნობდი თავს, როდესაც ილია ჩემპიონი გახდა აი პირველად. ხო, იქაც კუთხეში იყავი და ფოტოებს იღებდი რა. აი შემდეგ ნუ ეგ ხა სულ მეკითხებია ხუთ შორის არ ვიცი პირველი რო იყო ეგ ამბავი იყო მანდ თუ ანუ უბრალოდ მე მაინტერესებს რას გრძნობ რა. აი მაგ მომენტში რომ ჩვენები იმარჯვებენ რომ აი შენ ყველაზე განსაკუთრებული ეგ იყო რა, მაინც. ხო, მაგიტომ მაინტერესებს. იმიტომ რომ ნუ პირველი ახლა მერაბმა დაიწყო და შოუ იყო ეგ ჩხუბი რა, თან ძალიან მაგრა იჩხუბა მერაბმა ეგ ჩხუბი, ძალიან მაგარი სეხუდოსთან. ხო, რაც აი სანახაობრივად ძალიან აი ვისიამოვნე რა, ძალიან ცოტა პირველი რაუნდი კი ვინერვიულეთ, მაგრამ ბოლო იყო რა. გემრიელი იყო და ნუ მერაბის გამარჯვება და მერე ზემოდან ეს ილიას ეს ამბები, ნუ ემოციურად ესე ძალიან ისე მაგ რა, ჩარჩენილი და ძალიან მაგარი იყო. ძალიან რთულია რა, მაგ ყველაფრის შვიდაც ვერ უყურებ რა თქმა უნდა რა. აი სხვათა შორის იმას ვიძახი, რომ ეხა ბოლო პერიოდში უფრო მილაგდება. ხო. ეგ ამბავი, ვეჩვევის ამბავია თუ საიდან არ ვიცი, მაგრამ სხვა სპორტის სახეობებზეც რა, ფეხბურთი იქნება თუ კალათბურთი იქნება თუ რა იქნება, როცა ეს ემოციური ბმა არ მაქვს, უფრო მინდა რომ აქ მაგარი ფოტოები გადავიღო, მაგრამ იმდენად ემოციური ბმა მაქვს, რომ ეს ემოციები მაწვება და სხვაგან სადაც არ მაქვს ეს ემოციური ბმა და ემოციური საკ, უფრო მშვიდად ვარ, უფრო თავისუფლად ვარ, უფრო კარგად მუშაობ. შეიძლება ეგრე ვგრძნობ, არ ვიცი, მაგრამ ნუ ის სიმშვიდე მაქვს. ეხა აქ ნერვიულობ რა, იგივე თუნდაც მანდაც პირველი რაუნდი იქნება თუ სადაც ხედავ რომ ქართველის ის არ მიდის ისე როგორც უნდა მიდიოდეს, ძალიან რთულია რა და ძალიან ემოციურია
ქართულია და აქ კიდე სხვა ის გერთვება, რომ მარცხი ხა ბევრი მინახავს, ბევრჯერ ყოფილ ვარ იმის მომსწრე, რომ სულ კი არ მარცხდებით, მაგას კი არ ვამბობ, უბრალოდ იმდენ რამეზე ვარ, იმდენი სპორტის სახეობებზე ვარ ნავყოფი და იმდენი რაღაც მაქვს თავგადასავალი გამოვლილი, რომ იყო ეგ უარყოფითი ემოციებიც, მაგრამ ის როცა შენიანსთან ერთია რომ ქართველია და მეორეა რომ ამ ადამიანებთან ეს პირადი ურთიერთობა გაქვს და სხვა ემოციები გაქვს და სხვანაირი ხარ და ამ ადამიანების ჭხუს რო უყურებ და რაღაც ისე არ მიდის, ეგ კიდე ცალკე სტრესია და ცალკე რთული ამბავია რა. ხო. და ნუ ცოტათი გიშლის ხელს მაინც რა. თან ემოციებს ვერ გამოხდებ, ხა რაც არ უნდა მოხდეს, იქ არ შეგიძლია, ხო? არა, არ შეგიძლია ზემეთად ჩემთვის ის არის, რომ შეიძლება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოუტოვო რა და მანდ ამბავი ეგ არის, რომ ვაკ მნიშვნელოვანის და ესეთის გამოტოვება არ მინდა რაღაც რომ იქ იყო მე მგონი სფეროში იყო, ხო მე მგონი სფეროს ჭხუზე იყო, მე რაღაც ესეთი მას აკეთებს და აი რა გამოუტოვე და ჩარჩენილი მაქვს ეგ რომ გავმაზე ესმის პროფესიონალიზმიც მაო. ხო ნუ ეგ არის ხა მაგისთვის ხარ რა იქ საგულშემატკივრობა თუ გინდა ტრიბუნაზე კაი ადგილები. მაგრამ შენ აი როგორ განიცდი თქო რა, მაინც როგორ გზნო თავს იმ მომენტში. ნუ ემოციურია რა, ყველაზე ფულია, იმდენად დაძაბული ვარ, რომ სიტყვაზე ქარდზე რამდენი ჭხუბია ხოლმე დაახლოებით 8-9-10 ხო, ზოგჯერ არის რომ ცოტა მეტიც არის. სულ ვიღებ რა, სხვა ბრძოლებსაც ვიღებ, არა ისე რომ მარტო ქართველს ვიღებ. არც ერთ აი 9 ბრძოლაზე არ დავიღლები, არც ემოციურად, არც ფიზიკურად, არც ხელები არ დამემზირდება კამერის ჭერისგან, მაგრამ როცა უკვე ქართველის ბრძოლა უფრო ისე ხარ რა. რა თქმა უნდა მესმის. ხო, დაძაბული ხარ, არა იმიტომ რომ სიტყვაზე იქ საჩემპიონოს ჭხუბობს ქართველი და ბოლო ის არის, ეხაც აი ბოლო იმაზე რაზეც ვიყავი, პირველი და მესამე იყო ჩვენების ბრძოლა და იქაც იგივე ქონდა რომ გლის. ოთარი ლევანის ბრძოლაზე ამბობ, ხო? ძაბავს რა გლის, ანუ დაძაბული ხარ და სხვანაირად ხარ რა, მთელი ორგანიზმი ამ ყველაფერს სხვა პასუხს სცემს და მე უკვე რომ საჩემპიონო ბრძოლებზე საერთოდ ლაპარაკი არ მაქვს, უკვე დამთავრებულზე ისეთი ემოცია და ისეთი ადრენალინი მოდის და ძირითადად ხა მე რა ბრძოლებზეც ყოფილ ვარ ეს დიდ ბრძოლებზე, ყველგან ქართველების მიმართ იმხელა მხარდაჭერა და დარბაზში ისეთი ამბავი ხდება ხოლმე და შენიანი რომ იმარჯვებს და ეს ემოცია რომ მოდის და რო გრძნობ და სხვა რამეა. და შენ გეძებდი ხოლმე თვალებით სულ გაბარჯვებების ვერ რომ ან ხო ხდები. არა ხო. ჩვენ აქ რაფ ჭიდაობაზეც ვიყავით ფილადელფიაში. ეხლა საქართველოში ტარდება რამოდენიმე დღეში, მე რავი ჭიდაობს. მე მაინტერესებს შენ როგორ მოგეწონა თვითონ ეს შოუ რა, რესლინგ შოუ რაც იყო, რასაც დავესწარით. ბოლო პერიოდში კი ცოტა სხვანაირი გახდა, მაგრამ უფრო რაღაც ოლიმპიური სახეობის არის და უფრო რაღაც ისეთ აი ოლიმპიზმთან ვთქვათ ასოცირდება ჩემთვის, იმიტომ რომ ჩემთვის თავიდან ბოლომდე ეგ იყო და მან ქედან დაიწყო, ვიდრე ეხა ესეთი მე მაგალითად ანუ ზუსტად ეგ შოუ მომეწონა რა, კი საქართველოში არასდროს არ ყოფილი ვარ ესე რაღაც ჭიდაობის ჩემპიონატებზე და ასე შემდეგ. ანუ სადაც ვიყავი რამოდენიმეჯერ რასაც დავსწრები ვარ. ნუ ეხა ეს სადა დედამიწაა განსხვავება უბრალოდ ვამბობ, მაგრამ ესენი როგორც ატარებენ რა შოუს ელემენტები, გამოსვლა. ხო, მაგას ვახი სხვა რამეა რა. ანუ აი მაგარი სანახაობრივი იყო რა. შოუ უფრო მეტად ვიდრე მაგრამ ჭიდაობა ხო რეალურია, როგორ არის შოუ? არა, კი, არა. ხო და მაგას ვამბობ, შოუა ვიძახი და ეხა თუ არ დააკონკრეტე ჩემო ძმაო ყველაფერი ეს სიტყვა სიტყვით რა, ანუ სოციალურ მედიაში ვდებთ ამას მერე უკვე სხვანაირად იგებენ რა, ხო ხდები? ხო, დადგმული არ არის ბრძოლები. ხო, ანუ ბრძოლები არ არის დადგმული და შოუს არ აწყობენ, მაგრამ თვითონ ამბავს შოუა კი, რომ ანუ არგი სასიამოვნო სანახაობა არის, რომ ისიამოვნებ ერთ საღამოს. რომ მიხვალ რომ გაერთობი დროს გაატარებ იგივე შეიძლება ტექნიკურადაც ბევრი რამე არ გესმოდეს წესების შესახებ და ასე შემდეგ. უბრალოდ ვამბობ, მაგრამ ანუ მაგარი სანახაობა არის რა, თან ახლა ისეთი სახეები ჩადიან და შენ ხო იცი რომ ჩართული ვარ სულ ამ თემებში, ანუ რაღაც პრომოუშენებში იქეთ-აქეთ და ან წარმოვიდგინე ეს ფაქტი რომ ეხლა
RAF ფედერაცია საქართველოს ჩავიდა, რამხელა ფაქტია რა, ანუ ბევრი შეიძლება ვერაცნობიერებს ამას, მაგრამ პატარა ამბავი არ არის რა. ნუ მსგავსი ორგანიზაციების მოლოდინი სულ გვაქვს ხა იგივე UFC-საც ხო რამხელა მოლოდინია, რომ UFC ჩატარდება საქართველოში, იმიტომ რომ რაღაცებს ნუ ეხმაურება იგივე ქართულ ინტერესებს ეხმაურება იქ ყველაფერი და ანუ წარმოვიდგინე, კუპრა, ეს ყველაფერი არის პლატფორმები. ანუ UFC მაგალითად თავისი პლატფორმა აქვს Paramount-ზე, RAF Wrestling-ი Fox Nation-ზე გადის აქ ტელევიზიაში. კიდევ მაგარი ორგანიზაციები აპირებენ ჩამოსვლას. ჯერ არ მაქვს გაჟღერების უფლება, იმიტომ რომ არ დაანონსებულა და ანუ ეს ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პოპულარობაც იზრდება, უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის, ანუ რეალურად რო ავიღოთ, ხო? ანუ პირდაპირ უკავშირშია ამ ყველაფერთან რა, ანუ სპორტის განვითარება. და ნუ დიდწილად აი ყველაფერი დამსახურება ამ მებრძოლების ვისგანაც ეგ ინტერესი ჩდება რა, იმიტომ რომ ეხა ესე რაღაცით ხონდა დაკავშირდეს ეგ ყველაფერი ქვეყანასთან. და მაგით ყველაზე კაი დამაკავშირებელი გზა არიან ეს მებრძოლები თვითონ, ვინც ამ სპორტის სახეობებში იღებენ მონაწილეობას, იმიტომ რომ სხვანაირად ესე უბრალოდ არავის არ მოუვა თავში რომ საქართველოში რაღაც მსგავსი ჩაატაროს, ხო? ყველაფერი მოდის ამ ადამიანებისგან და მთავარი მასტიმულირებლები ამ ყველაფრის არიან თვითონ მებრძოლები რა. ხა იგივე UFC-ს საქართველოს ჩატარების სურვილი საიდან არის და რატოა და იმიტომ ჩემპიონები ყავს ქართველები, ხო? ითხოვს საზოგადოებაც ითხოვს, მებრძოლებიც ითხოვენ, თვითონ აქვს მაგის სურვილი. შეიძლება თბილისში იქნება თუ სხვა ქალაქში იქნება, არ ვიცი. იგივე UFC იქნებათ რა, მაგრამ არ იბრძოლონ ამ ქართულ მებრძოლებმა, მაგრამ მათი დამსახურება არა ეგ ყველა. წარმოიდგინე უბრალოდ ეხლა რამდენი UFC-ს ბრძოლაზე და ივენტზე ყოფილ ვართ აქ და თუნდაც მერაბის ბრძოლებზე, ილიას ბრძოლებზე და ანუ სულ ხო მაინც უცხოური აუდიტორია კი არის ქართულიც, ბაზარი არა რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა წარმოიდგინე რომ მერაბი საქართველოში ჭიდაობს რა და ჩვენ აქ ვართ. ანუ მე გულგატეხილი ვარ ძმაო მაგარი რა, ანუ არა მეც ეგრე ვარ ძალიან ისა ეხა ანუ როგორი მაგარი იქნება რომ იქ სიტყვაზე cage-თან და სულ ქართველი გულშემატკი ვარი, აი 64 არის ჩემი აზრით. ხო ნუ იმას რო ვცდილობ რომ სხვაგან რო ჩხუბობენ, ბრძოლობენ, სხვაგან რო აქვს და რო ვცდილობ რომ იქ ჩახვიდე და იქ იყო და ხო იქ რაღაცა გვერდში დგომა იქნება, თუ მუშაობა იქნება, თუ საქმე იქნება, შენი იქ აკეთო ეგ ყველაფერი და შენთან არის და უცებ შენ იქ არ ხარ. მანუ როცა იქ ყველაფერი დაანონსდა და თქვა უკვე ჩემთვის მთელი ეგ პერიოდი გაწერილი იყო და მოსასულიერებელი გაგვიხდა. ახო არც ველოდებოდი სხვა შორის მაგ პერიოდში თან რო არ დაგიმალო ამ ზაფხულზე ძალიან დიდი მოლოდინი მქონდა მერაბის ბრძოლის UFC-ში და იანიც მაო რა, ხო იცი რომ მეგონა რომ აი ესე უახლოესი თუ კი რამე იქნებოდა, გავსი დიდი იქნებოდა უკვე ბრძოლა და რევანში და ხო არც არ მომედგინა თუ ეგ საუბრები რო იყო რომ RAF-ის თბილისში ჩატარებაზე რაღაც ეგ ვიცოდი ეგ ყველაფერი, მაგრამ ნუ მაინც მეგონა რომ მერაბის გარეშე იქნებოდა, იმიტომ რომ მერაბი UFC-ში ჩხუბებდა. კი, აი ჩვენს ველოდებით ელოდებოდა მერაბი რამდენი ხანია, თვითონ აქვს ნათქვამი რომ სატყოფნაში არის და უბრალოდ იანზე არის დამოკიდებული და აი ხო ვერ დაადგა მაგას. ხო ნუ ეგ დიდი გაქ რა ქვია ჩემპიონს მერაბივით არა ყველა რომ ხო რომ ყოველ ორ თვეში და სამ თვეში ყველა თავს უფრთხილდება რაღაცნაირად წელო და ნუ დარწმუნებული ვარ იანმას ვციონიც ის რომ ძალიან რთული ბრძოლა ელოდება ეხლა მისთვის მაქსიმალურად ეცდება ალბათ ბოლომდე რომ ხო რომ უიდეალურეს ფორმაში შემოვადგას ფეხი ეგეც არ უშველი როგორც იყო ეხლა ბოლო ჩხუბის დროს აი ერთი რაღაცა მინდა ვთქვა კუპრა რა ეხლა იქ ვაშინგტონშიც ვიყავით ჩვენ ილიას ბრძოლაზე, მერაბის ბრძოლაზეც აქ და ანუ იმის თქვა მინდა რომ ხა სამწუხაროდ საჩემპიონო წაგების გემო ვიცით რა, ანუ იქ რო ვიყავით და ასე შემდეგ და მე რამასწავლა უბრალოდ ამ წაგებამ ეგ მინდა ვთქვა და რა დამანახა რა. ანუ პირველ რიგში, ანუ ხო ყველა სპორტსმენი რამდენ შრომასდებს. თან ეხა MMA-ის სპორტსმენი, ათლეტი როდესაც ხარ, ჩვეულებრივი სპორტებისგან ის განსხვავებაა, რომ აი ეხა ფეხბურთში მაგალითად 11 მოთამაშე არის, ხო, გუნდში. საწყის იმაში და ისე უფრო მეტი. ხო, ну რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც თამაში არის, როდესაც მოედანზე გადიან და იგებენ გუნდურად იგებენ, იმიტომ რომ გუნდური სპორტია და თუ ანუ უბრალოდ ვამბობ რა, პასუხისგებლობაც გუნდური არის, ანუ თანაბრად ნაწილდება, მაგრამ MMA-ში ანუ
კი გჭირდება შენი გუნდი, მწვრთნელები ისინი, მაგრამ მაინც მარტო ხარ რა, ხვდები? ანუ ეს ანუ ვარჯიში შენი პასუხისმგებლობა არის, მომზადება, ყველაფერი შენი პასუხისმგებლობაა და უბრალოდ რისი თქმა მინდა რა. ანუ მარცხის შემთხვევაში, ნუ გამარჯვების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველა ბედნიერია და ასე შემდეგ და კი ბატონო, მაგრამ მარცხის შემთხვევაშიც ხო, ანუ ერთადერთი ეხლა ყველა თანაგიგზნობს, რა თქმა უნდა და თანაუგზნობ და ასე შემდეგ, მაგაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ რეალურად შენ ხარ ის ერთი დაზიანებული ადამიანი, ხო? ყველაზე მეტად რა, ამის თქმა მინდა და მე ანუ რთულია, რა თქმა უნდა, რომ ისევ ხელახლა ირწმუნო შენი თავის, შენი შრომის, შენი ვარჯიშების, შენი სპარინგ პარტნიორების, ხო ხვდები? ანუ ისევ ხელახლა რომ აი ისევ რომ ააშენო ეს ყველაფერი, მაგრამ ზუსტად ეგ არის რა, რომ აი როგორ თქვა რა, ეხლა რაც ვნახეთ სამწუხარო იყო რომ დავმარცხდით, ანუ ორი კამარი ქონდა და დროებითი არის რა თქმა უნდა ეს ყველაფერი, მე ესემ ჯერა და ესემ წამს რა, ეხლა იმის მერავის მარცხის მე შენც იცი რომ აი ყოველ დღე რომ სულ მაგაზე ფიქრობდით და სულ ცვლილებები და დღემდეც იცი ხო, რომ ამდენი ცვლილება რაღაცები გავაკეთეთ, არ არის ხოლმე საჭირო ეხლა რაღაც ბევრ რაღაცებზე ესე ლაპარაკიში დასამზარეულობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პირიქით, ანუ ეხლა როგორც мотивация არის ეს მერავისთვის, რომ აი გიჟივით არის და ერთი სული აქვს, როდის ჩაინიშნება ბრძოლა და ანუ ძალიან ბევრ რაღაცაზე მუშაობს, იგივე იქნება ილიასთვისაც რა. და ანუ მე ზოგადად ცხოვრებაში ეგრე მჯერა, რომ ანუ ზოგადად რაც ხდება, ხო, ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ ხდება და ეს პირიქით ანუ უნდა გამოიყენო. შენზე აიგეც დამოკიდებული. აი აქ შენძმობას ფიცავ. ანუ ვინც მოდის ხოლმე რა, აი აქ სტუმრად მერაბის სახში ვართ, ხო, ეხლა მეც სტუმრად ვარ, ვინც მოდის ხოლმე სტუმრად, არა აქვს მნიშვნელობა. აი პირველი რასაც ხედავენ, აი ეს კედელი არის, ხო? და ანუ 4 უბრალოდ ვამბობ რა, 4 კამარი დევს რა. და ეს ყველაფერი მოხდა 1 წელიწადში. ანუ წინა წელს რო დაიწყო, ანუ სექტემბერში, ანუ ერთი კალენდარული ხო, რომ ანუ რა გამოვიდა, რომ თითქმის ყოველ 3 თვეში ესე, ანუ ბრძოლას ატარებდა მერაბი და აი უბრალოდ შენს გახსოვს არც ერთი ბრძოლა არ გამოგიტოვებია, რობოტები ვით ვიყავით რა, ანუ ძალიან რთული იყო, რომ აი მართლა, აი მერაბს რო უყურებ ხოლმე შოქში ვარ, რომ აი საიდან ამდენი ძალა, ენერგია, ეს მენტალური გამძლეობა, პასუხისმგებლობა ხო ხდები, რომ სტრესია ყველგან, ნუ ილიასაც ნაკლები არ ექნება დარწმუნებული ვარ რა, მეტი თუ არა და ანუ სპაიდერმენში რო არის, ხო იცი, აი ფილმში სულ ეგ მახსენდება, რომ აი დიდ ძალას დიდი პასუხისმგებლობა მოყვებაო, აი ზუსტად ეგ მომენტია ჩემი აზრით ჩემპიონობა. შემადგენელი ნაწილებია რა, ცოტა ივლიანიც უნდა იყო, რა თქმა უნდა, ეს სკილებიც უნდა კონდეს ყველაფერი რომ შეგეძლოს, მენეჯმენტის უნარიც უნდა კონდეს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი შენი დასამენეჯმენტებელია, ვარჯიშები ისინი. ეხ სხვათა შორის ილიას ვარჯიშებს რო ვიყავით იქ ვაშინგტონში. დილით გახსოვს ხო? ანუ შენ ფოტო ჩვენს სტუმრად რო ვიყავით მოსულები, იგზნობა რა ეს ილიას აურაც ხო ხვდები, რომ ბრძოლის დღეს იყავი, მან არ მახსოვს. აი ბრძოლის ავყოთ. ხო, ბრძოლის დილითაც რო ივარჯიშა, ლოცვა წაიკითხა მთლიანმა გუნდმა რა და აი რაღაც სასწაული აურა იყო რა, ხო ხვდები რა, ანუ უბრალოდ თქმა მინდა რომ რაღაც მხრივ ენერგეტიკა რო თქვა, აი რაღაც ხო მესმის რა, ანუ კონორთან მაგიტომ აინტერესებდა, მაგიტომ ვკითხე ეგ პირველი რომ აი ხო, ნუ აქ რა იგეცია. არის მაგას ვიძახი, კონორი უკვე იმ სტატუსის და იმ ჩემპიონობის და იმ რაღაცების მატარებელია, რომელსაც შეიძლება არ იყო და ეგ მერე მოყვეს რა, მერე გაჩნდეს ეგ აურა, იმიტომ რომ დიდი ხარ რა. და ხო არიან ადამიანები, ვინც სულ აქვს რა, ეგ მათ საუბარში, მათ ქმედებებში, იგრძნობა რა. აი მაგრად მაინტერესებს ახლა კონორი ჰოლოვეიზე რა იქნება. ხო, ნუ ეგ ხა ეგ ბრძოლა. ხვიჩას ხო ხშირად ხვდები ხოლმე კვარაცხელიას. ნუ შეძლებს დაგვარა. ხო, უბრალოდ მაგას ვამბობ, რომ ქართველი ფეხბურთელები ეხლა უკვე უფრო მეტად ვიცი და ანუ ძალიან შემიყვარდა და ვაფასებ და პირიქით მიხარია, რომ ესე აქტიურობენ და მაგრები არიან და მოდის თაობა და იცი რის თქმა მინდა. ქართველი MMA მებრძოლების კომაგები რომ ხდებოდნენ აქ ამერიკაში და რომ ნახავდნენ რომ რაღაც ან მერაბს ვიცნობდი, ან სიტყვაზე გიგას, ან რომანს, ან რაღაცა ხო ხვდები, რომ აი შოქში იყვნენ, გიждდებოდნენ და ასე შემდეგ და ეხლა რაღაც ვიდეო მინდა გაჩვენო. უბრალოდ ვიღაცამ მკითხა ჩვენთან დარბაზში, რომ ქართველი ხარო? კი მეთქი და ხვიჩასო იცნობო, კვარაცხელიასო რა. ხო და კი მეთქი რა და აუ ვიდეო შეგიძლიაო გაუგზავნო, მეუბნება რა. და გაყურებენ ხვიჩას გაუგზავნე ეს ვიდეო და მე მოვყვები რატომ მოვაყოლე ეს ყველაფერი რა. ხვიჩა გაუმარჯოს, ხოლმე და ამერიკელი შემხთა, აგერ შენი ძალიან დიდი ფანი ყოფილა და მთხოვა რომ ვიდეო გამოგიგზავნო. რა გუკო აი
Ramène-nous la deuxième étoile, frérot. Ramène-nous la deuxième étoile. Allez, Paris. Let's go. 2 étoiles. აი ეს ვიდეოც იმიტომ გაჩვენე, რომ წარმოვიდგინე ეს ბიჭები სხვადასხვა პლატფორმებზე გამოდიან, ფაქტობრივად გააცნეს თვითონ მსოფლიოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ელჩები არიან რა. ხო არა, ნუ ალბათ ყველაზე დიდი რამე რაც შეიძლება გაუკეთო ქვეყანას ეგ არის რა, რასაც. იმიტომ მე ხა არ ყოფილა რამდენჯერ მიწევს აქ ჩამოსვლა, ხო? და არ მახსოვს რომ იგივე საზღვარზე ამ ქართულ პასპორტს, ნუ ალბათ 10 ჯერ თუ არ ჩამოსული, 7 ჯერ მაინც აქვს რომ ჩვენი მებრძოლები აქ ვინც არიან და UFC-ში იბრძვიან, მაგათ გარდა იგივე Hulk-ს ძალიან აი Hulk-ი დაჟე საზღვარზე კი არა, ისეც ძალიან ბევრს თქოს, იმიტომ რომ ნუ ეს ხო ძალიან განვითარებულია. Arm wrestling-ი ხო? ხო და ძალიან იმენა გიждდებიან. კლაუჭიდი, კი. ძალიან დიდი community ყავს და ფანები. Strongman-ში ხო და ნუ იგივე ხარ რამდენიმე დღის წინ იყო მაიამიში. შის წინ ის არა, ყველა Canon-ს, Nikon-ს და Sony-ს აქვს თავის სერვის ცენტრები აქვს. ერთია რომ მიდიხარ და ტექნიკას აძლევ და გისუფთავებენ და რაღაც წყობში მოხავთ, თუ რამე პრობლემა აქვს და მეორეა რომ ადგილზე აქვს ტექნიკა, რომელ ტექნიკასაც ან გამოსაცდელად ან ის რო სიტყვაზე საქართველოსდან არატარო რაღაც ბევრი და მძიმე ტექნიკა გაძლევენ რა ესე თამაშზე იყენებ, აბრუნებ. აზიური წარმომავლობის ალბათ იაპონელი უფრო, იმიტომ რომ Nikon-ი იაპონურია, ბიჭი იყო იმაში Nikon-ში. ეს ქართული პასპორტი რო ნახავ, ყვარა მითხრა პირველი რომ ხო. აუ რა მაგარია რა. მაგარი გზნობა არის მოკლედ. ხო, ძალიან ისა რა დიდი გავლენა და ხო, ეხა მინიმუმი ის რომ საქართველოს იციან რა, სამწუხაროდ არ ვართ ეხა ხო იმ მასშტაბის ქვეყანა რომ სოფლიო პოლიტიკაზე იქნება თუ რაღაცებზე ესე გავლენა გქონდეს და ალბათ ყველაზე სწორი და ყველაზე კარგი გზა იმისთვის რომ შენ ქვეყანას ცნობადობა მოუტანო არის სპორტი და ხელოვნება რა. რაშიც მგონია რომ დღეს ძალიან მაგრები ვართ იგივე ეხა. მოწოდების სიმაღლეზე ვართ რა. და ნუ რაც შეეხება ეხა სპორტს მართლა ამდენი დიდი და წარმატებული ადამიანი ეხა იგივე ის რა იყო წეგან ოლიმპიადაც რო ახსენეთ რამდენჯერმე ოლიმპიადაზე რა შედეგებსაც ჩვენ ვიღებთ ხოლმე ოქრო რამდენ ოქროს ვიღებთ რამდენ ვერცხლს და რამდენ ბრინჯაოს ხო ისეთ დიდ ქვეყნებს ვასწრებთ და ისეთ დიდ ქვეყნებზე წინ ვართ ხოლმე რომ აი წარმოუდგენელი ამბავია რა და იგივე იმ თემას თორ დაუბრუნდეთ რაც RAF-ზე და UFC-ზე იყო რომ ამ ხელა ორგანიზაციებს საქართველოში ჩატარების სურვილი აქვს ამ ყველაფრის და ეხა დღესაც შემხვდა გუშინაც შემხვდა რაღაც ქართლის დედას იწყება რაღაც ვიდეო და თავისუფლების მოედანზე ეს წმინდა გიორგის ქანდაკება და რაღაც იქ დადიან საქართველოს კულტურის გაცნობა არის რეალურად მაგარია და კაია და მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა ქვეყნისთვის რას ფიქრობ ისე მერაბის სეჰუდოს ჭიდაობაზე ძალიან რთული ამბავია რა ხო ნუ ოლიმპიური ჩემპიონია რა თავის სპორტის სახეობაში იქნება ეს ყველაფერი მაგრამ შეუძლებელი კი არა და ნუ ჩემს ფავორიტია ეხა მერაბი მაგრამ რთული იქნება რა ეს ყველაფერი მაგრამ ნუ საქართველოსია ამდენი ქართველი კომაგის თვალწინ იქნება ეგ ცალკე მუხსმის წემს ხა ჩემზე კარგად შერიცი მერაბისთვის საქართველოს და ქართველი გულშემატკივარი რასაც ნიშნავს და რამდენად ანთებულია მაგ ყველაფრისთვის და გეუნები რომ ძალიან გული მწყდება მეთქი რა მან დრო არ ვართ იმიტომ რომ საგიჟეთი იქნება დარწმუნებული ვარ ანუ ეს ქართველი კომაგობა და ქართული შეძახილები და ეს აურა რაც იქნება ფიქრობ რომ ძალიან დიდ мотиваციას მიცემს ვერავს არ დაიღლება კი არა შეიძლება ჭიდაობის მერე რომ ის კუპოს პირდაპირ აქ ანუ ისეთ დატენილი იქნება ამ დარწმუნებული ვარ რა რა თქმა უნდა მარტივი მატჩი არ იქნება ხო არა ნუ იმ ადამიანის სპორტის სახეობა არა ეხლა ვიდეო ნახე რომ იქ იმუქრებოდა რომ ჩავიდა რომ რაღაცა ეს ხელებს იქნებოდა წინაზეც ეგრე იმუქრებოდა მაგრამ მე ვიყავი ის რომ მე ვიყავი ის რომ დავირეკეს რომ მერაბი გააღვიძეო სეჰოდო ჩაიხსნაო და მეთქი ორი წუთი მერაბ კეთილი არის იქ თუ არა როგორ კოუჩი ყავს საყვანილი რა ქვია კოუჩი მოიცას ვაუ აგერ ქართული ყველი რო ევასება აი ეხა უნდა განახო აგერ საყვანილი ყავს კი არა ვოისი უნდა მოგასმენიო ჰენრი სეჰუდოს კოუჩის ვოისი Gamarjomba. Hey, we're out here in Tbilisi. Wednesday night. What is there to do in the city? It's 10:30 p.m. We're bored. Where do you recommend? ხოძია ძმა You mean to go? Disco, drinks. Abashaniti, Mili Bolomde.
უნდა ძმა ახლა თბილისში გიო. ჩვენ This is where we're at. Welcome to Tbilisi. ბარჯანიშვილზია, ხო? Bashanitsi. ამ მგონი ლესელიძე. ლესერლიძე. Where do we go? Tell us. მე ჩაუგდე რაღაცა ადგილები. საწავიდეს და რაღაცა მაგარი კაცია ჩემი. იმედი აჭამეს ქართული სულ. მეთქი არ ვარ მე თბილისში და მაგრა გაუტყდა, უსათხარო. ყლეთ მეგობრებო, ან ჰენრი სეჰუდოს და ამის მწვრთნელს ერთი ძალიან დიდი თხოვნა მექნება, რომ არაფერი არ დაუშავოთ, მართლა გთხოვთ რა. სადაც ნახავთ ჰენრი სეჰუდოს მწვრთნელს ერიქს უთხარით, რომ ვატო said hi-ო რა, აბა შენიცი ბოლომდე თქო რა. ეგ სიტყვები მოსავლე და დალევა და ყველი უყვარს მაგრად მოკლედ. თქვენ მიხედეთ მიაქციეთ ყურადღება. კუპრა მადლობა ძმაო, ესე ჩემი პოდკასტის. ნუ რა, ესე უბრალოდ ორი კარგი მეგობარი მგონი ისეთ საუბრობთ ხოლმე. კი, უცებ რაღაცებს გადაურბინეთ ხო, ნუ. შეიძლება. რაღაცე კუპრას სახელობდა დღეს სასტუმროდან როგორ გამოვიდა ლას-ვეგასის სიცხის ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდია სიცხეში მიცევს ყოფნა. აქ რა მეტანი. მათ გავიაზრე რომ მე მიჩეული ვარ და სხვებისთვის ეს არ არის დორო. წარმატებები ხა შაბათსაც კარგი სურათების გადაღება. იმედია კარგი კონტენტი. UFC-ს ღმერთი მანამდე გადმოიხედავს და ბილეთის ამბავი რამე შეიძლება დავაგდეს. ამ საღამოს უნდა მოვუგოთ ხა. Hangover party უნდა გავაკეთოთ მე და კუპრა, მე ხა წავიდეთ. აქედან ვეგაში ორი ჯერ კიდევ დასაოჯახებელი. კაი, არ დაგაკარგინებ არავის თუ ეშინი ამოვჭრი ამას. დროებით გეშინდებით მეგობრებო. ჩვენს Instagram-ებს გამოვაჩენ, გამოგვიწერეთ თუ გაგიხარდება, ჩვენ გაგვიხარდება. წარმატებებს გისურვებთ და საინტერესო კონტენტით დაგიბრუნდებით მალე. მადლობა და წარმატებები ქართულ სპორტსმენებს, მებრძოლებს, ათლეტებს. გაგვიმარჯოს მაო. გაგვიმარჯოს. მე რა როიცის უცხოელ სტუმრებთან რა, ესე ახტაგურად დავლია. ბოლომდე.